მოგესალმებით. გამარჯობოთ. ვინ ახართ ეს ორი გოლიათი? საიდან მოხვედით? ჩვენ ვართ უძლიერესი მამაკაცები, სტრონგვენები. უძლიერესი მამაკაცები? ასაკი რა გააქვთ? 23 წლის. 23 ხარ? ბავშვია. რა სიმღერებთ? ამჯერად ცეკვავთ მეგონა. რას გააკეთებ? აი შევეცდებით, გადავატრიალოთ მანქანა. ორჯერ იყო ცდელობა, გასულ 3 ნიჭიერში და ვერც ერთმა ვერ შეძლო. მარტო აიღოს და გადაატრიალოს ეს მანქანა, კაცო. მეოთხე წელია ველოდები. გადაუბრუნებელი. გადააბრუნეთ ერთი. მაგარია, დავიწყოთ. იქ მესამე და სამართალი. ორი ჯიპის ტიპის ავტომობილი. და ორი ჯიპის ტიპის ადამიანი. რატომ აქვს სამანქანო შეგაში? ეს იქნება 2 ტონამდე ალბათ. მან შეიძლება ცოტა მეტი. ვაიმე ხელები გამოიაფლიან და მენერვიულობისგან. არ არის ეს ადვილის საქმე, ვანიკო. აბა, მე მგონი მხარდაჭერა არ აწყენთ. აჰო! აბა, ჰო. თქვენ ცოტა გაგიჭირდათ? რა თქმა უნდა. და აი ხა მაგალითად მეორე ტურში რაღა უნდა გადაწიოთ? თუ რამე რო იყოს. მეორე ტურში იქნება ესეთი რამ, რომელიც ნიჭიერს არასოდეს არ უნახავს. ესეც არ უნახავს, მინდა გითხრა, წარსეთ ნიჭიერზე არა ვიცი. მე მინდა უძლიერ მამაკაცებთან ერთად ფოტოს გადაღება, შეიძლება? მე ვიცოდი რომ იან შანსხელიდან არ გაუშვებდა. ესეც პატარა პრიზი. რაღაცა ისეთი შეგიძლია გააკეთო, რაც ჩემთვის არავის არასოდეს გაუკეთებია? აიმე. ფოტო გადავეძე. ძალიან რთული გამოწევაა. აფრინესია ჰაერში, აიტაცეს ზესაში. აუ, რა მაგრები არიან, იცი? ძალიან მაგრები, მადლობა. მადლობა. ხელის გულზე ატარებენ ეს, ხელის გულზე. მე დავიჯერო რომ ქართველი გოლიათები კიდევ არსებობენ. მაგრები ხარ. მე ვამბობ მე რა უნდა გითხრა, 3 წელია ველოდებოდი რომ ვიღაცა ამას იზავდა და რა თქმა უნდა კი. დიდი მადლობა. ნუ ამის დაუფასებობა ალბათ არ იქნება სწორი, რა თქმა უნდა კი. კი, რა თქმა უნდა. მადლობა, დიდი მადლობა. გოლიათებმა შეუძლებელი შეძლეს. პირველად ნიჭიერის ისტორიაში მანქანა გადაბრუნდა. ახლა საკითხავია ამ მანქანებს უკან ვინ გადმოაბრუნებს. ასწავლე პრეცედენტი რომ დაფიქსირდა რომ პირველად ნიჭიერის სცენაზე გადააბრუნდა მამაკაცმა მანქანა, ეს ძალიან საზღარულო და ძალიან მამაკაცებმა მანქანები გადააბრუნეს. ეს არის ძალიან მაგარი და მაგრები ხარ. აბა გელოდები შემდეგ ტურში. დროებით. ია, ეხლა უცბად მხარე აქამდე მამაკაც ჯერ ხელში არა უყალიბ. არა. აი, არავის არ დაუტრიალები ვარ და არასოდეს.